აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახლის წინ იპოთეკური სესხის მქონე პირებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. აქციაზე მყოფი ადამიანების პროტესტი ერთ-ერთი მათგანის გამოსახლების მცდელობამ გამოიწვია, რომელსაც დღეს სესხის გადახდის ვადა ეწურებოდა. თხოვნის შემდეგ მას ვადა 5 თებერვლამდე გადაუვადეს. აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი მათ წინააღმდეგ უკიდურესი ზომების გატარებას და გამოსახლებას იშვიათად მიმართავენ. მიუხედავად ამისა, პრობლემა მწვავედ დგას და დარეგულირებას მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით აქციის მონაწილეთა წარმომადგენელი დღესვე არჩილ ხაბაძეს შეხვდა, როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, იპოთეკარებმა მთავრობის თავმჯდომარისგან დახმარების დაპირება მიიღეს. კონკრეტულად კი ფონდი ქართულ სპეციალურად გარკვეული ოდენობის თანხას იპოთეკარებისთვის ერთი კვირის ვადაში გამოყოს, რომელიც გრძელვადიანი სესხების გაცემას მოხმარდება. ზემოთ აღნიშნული სესხით კი თავდაპირველად ის 61 ოჯახი ისარგებლებს, რომლებიც ბოლო პერიოდის მთავრობის წინ აქციებს მართავდნენ. საქმის ყურშია ახალი ხელისუფლება, ვინაიდან არჩევნებამდე ისინი ამ ხალხს პირდებოდნენ, რომ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას და ეხლა ბუნებრივია სამართლიანი მოთხოვნა არის, რომ დანაპირები შესრულდეს და რა უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში უნდა შეჩერდეს გამოსახლების პროცესი და მეორე გაიცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი ესე იგი კრედიტები, რომ ეს ხალხი ყველა გადარჩეს, ვისაც დაკარგული აქვს საკარი დაუბრუნდეს. ხორბლეთის თემაზე უკვე მოთავდა მუშაობა, ჩემთან ერთად გაივლია თავიდან ამ კომისიას ბათუმის თემაზე და დაგვიჩქარებდა და ერთ კვირაში მოთავდება ეს თემაზე და ეს 61 ადამიანი დაკმაყოფილდება. გამოიყოფა თანხა ჩვენთვის ქართულ ფონდიდან და დაკმაყოფილდება ეს 61 და რა მოხდება შემდეგ ხალხისთვის, ესე იგი პირველი გავა ეს 61 ადამიანი და შემდეგი ფონდი უკვე გამოიყოფა შემდეგი ხალხისთვის.